ვარიანტიც შეუძლია რომ ნახოს, მოკლედ ორი ვარიანტი არის, პირველი, მეორე. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც ერჩია. პირველი ვარიანტი რა ელოდება აპრილის თვეში. ამ შემთხვევაში ვიტყოდი რომ თქვენს ცხოვრებაში პირველ რიგში აპრილის თვე შემოიტანს რაღაც კითხვებზე პასუხს. თუ ახლა არის რაღაც ისეთი მომენტები, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული კითხვები, არის რაღაცა გაუგებრობა თქვენი ცხოვრების გარშემო, არიცით კონკრეტულად, თუნდაც რა გზით წახვიდეთ, რა გააკეთოთ, რა მოიმოქმედოთ, აი შეიძლება ცოტა ისეთი გაურკვევლობის პერიოდი გაქვთ. რაღაც ბევრი კითხვები გაქვთ რა, მოკლედ ესეთი ენერგია მოდის. და ვნახოთ, აბა აპრილის თვეში წესით ამ კითხვებზე თქვენ პასუხი უნდა მიიღოთ. აბა ვნახოთ. უკვე რაიდერი რას გვეტყვის. ხო, აქ რაღაც სიტუაციას ტოვებთ, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია არის თქვენი. აქ შეიძლება ბევრი რაღაც დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, არ გამურიცხავ. იყო რაღაც ისეთი ეტაპები, რომ აი ტრანსფორმაციის რა ესა ვიტყოდი, თქვენ თუ არ დაგიტოვებიათ ჯერ რაღაც სიტუაციები და გარემოებები, შეიძლება მოგიწიოთ, რომ რაღაცები წარსულში დატოვოთ, ხო, რაღაცისგან განთავისუფლდეთ. აქ ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია მიდის თქვენს შემთხვევაში. ოღონდ ეს თავიდან ბოლომდე არის დაკავშირებული თქვენს წინსვლასთან. ერთ მომენტს ვიტყვი კიდევ, თუ აქამდე გქონდათ ის მომენტი, რომ რაღაცები აი ძალიან მოლოდნად დასრულდა რა, რაღაც სიტუაციებში ისეთი რაღაც შედეგები და ისეთი გარემოებები შეიძლება გქონდათ, რომ აი საერთოდ რო არ ელოდებოდით, ისე შეიძლება დასრულდა რაღაც, ან რაღაც თქვენც რო არ წარმოგედგინათ, ისე შეგეცვალათ რაღაც განწყობა და დამოკიდებულება თუნდაც რაღაც სიტუაციის მიმართ, ხო? და აი რაღაც როცა ეკითხები შენ თავს, რომ აი რა მოხდა, ხო? რეალურად რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი და როდესაც ვერ ხვდები ამ დროს ადამიანი, რომ აი რა ხდება ჩემს თავს, ხო? ზოგჯერ ესეთი მოულოდნელობები ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს მომენტია, რომ აი სწორედ ამ თქვენს სიტუაციებზე და აი მომენტებზე, რაც შეიძლება აქამდე გქონდათ, აუცილებლად ესე ვთქვათ, მიიღებთ პასუხებს და გარკვეული წინსვლაც ჩანს აქ საბოლოო ჯამში. უბრალოდ აი რაღაც ძალიან ძლიერი ტრანსფორმაციაც იკვეთება. აბა ჩავშალოთ ეს საკითხი, რას გვეუბნებოდა, რომ რასთან არის დაკავშირებული ეს ტრანსფორმაცია თუნდაც რა ხდება. ნახოთ. ხო, აქ რაღაცა ნახეთ როგორი თემაა. ნუ ეხლა ურთიერთობების კუთხით რო განვიხილოთ, ერთი იმას ვიტყვი, რომ შეიძლება აქ იყო ადამიანი და არის მოკლედ ვიღაც პიროვნება, რომელიც მიდის, მოდის, რაღაც ძალიან ცვალებად ენერგიებშია, ხან თქვენთან არის, ხან არ არის, ხან უნდა რაღაც, ხან არ უნდა, აი ძალიან ცვალებადი ენერგიები, რა თითქოს რაღაცამ დაგღალათ, აი ესეც მოდის. არც იცით თითქოს რა გააკეთოთ, რომ აი დავასრულო, არ დავასრულო, რა გავაკეთო, რა იქნება სწორი ჩემი მხრიდან. აი თქვენ აქ იპოვით გამოსავალს, პირველ რიგში ამას მიჩვენებს. გზას და სხვადასხვა ძალიან რაციონალური და ძალიან ისეთი აი პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება რა. აქამდე თუ რაღაცებში ძალიან ემოციურად იყავით და თქვენ ეს ძლიერი ემოციური ფონი გქონდათ, ეს გეცვლებათ და ძალიან სამართლიან, სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებთ. შეიძლება ეს იყოს რაღაცა წერტილის დასმაც, რაღაცაზე ის რომ აი საბოლოოდ მე მაგალითად მზად ვარ იმისთვის, რომ წინ წავიდე, ან თუნდაც რაღაც სიტუაცია დავასრულო. და იცით რა მგონია, რომ აი თქვენი აი ვერც იფიქრებთ რა თქვენს თავზე ახლა ისეთ რაღაც ნაბიჯები შეიძლება გადაგდგათ სხვადასხვა აპრილის თვეში. აი ეს არის, მოდით აბა ვნახოთ, ესე იგი ყველაზე მეტად რა გაგახარებთ აპრილის თვეში, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, ეს ვნახოთ. ყველაზე დიდი სიხარული რა იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ მაინც ახლა დადებითად და პოზიტიურად უნდა მიუდგეთ ყველაფერს და მანიფესტირება კარგს გავუკეთოთ, ამიტომ ვნახოთ აბა, ყველაზე მეტად რა გაგახარებთ თქვენ აპრილის თვეში, რამდენი ადამიანის ენერგია მოდის. აქ შეიძლება ერთი ადამიანი არა და ორი თაყვანისცემელიც გამოგიჩნდეთ. ვიღაც მოსვენებას არ გაძლევთ მოკლედ რა. პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ შემოკარგებო. ვიღაც მოსვენებას არ გაძლევთ. ისეთი ენერგიები არის, რომ ნუ ისეთ ცეცხლოვანი პიროვნება ჩანს შორის თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება შემოიჭრას ძალიან მოლოდნელად, თუ ახლა რაღაც სიტუაციები გაქვთ, ისედაც რომ ნუ აპრილის თვეშიც გაგრძელდება რა ცოტა დრამები, ცოტა რაღაცა, მაგრამ ნუ აქტიურობა ჩანს. და რაც გაგახარებთ, ის არის რომ ყოველ შემთხვევაში რაღაც თქვენი აი არ ვიცი სურვილი, ოცნება, რაღაც აი მანიფესტაცია თითქოს სრულდება სხვათა შორის რა. აი
რაღაცაში აი ძალიან რო გაიჭედეთ რა, ვთქვათ რაღაც სიტუაციაში უფრო პირადი მგონია ურთიერთობა რაღაცაში გაჭედილი ხართ თითქოს და ისეთი მომენტი არის, რომ აი ეს რაღაცა ძველი ენერგია მიდის და ერთგვარად აი რაღაც სურვილის, ოცნების ასრულება ხდება. აი პირათან დაკავშირებით თუ გაქვთ მაგათად რაიმე მოლოდინი, აი დიდი ხანი რო გინდოდათ ვთქვათ რაღაცა და აი მარტო ოცნებებში რო წარმოგედგინათ, აი რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს სხვათა შორის თქვენთვის აპრილის თვეში. ესეთი ენერგია მოდის. მოდით ახლა ნახოთ უკვე ორაკულიდან მესიჯი. რას გვაქვს ორაკული? დრო არის რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ, ზუსტად აი რაზეც დაახლოებით ვისაუბრეთ, ეს თემა არის რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას თქვენი მხრიდან და პასიურ ენერგიებში არ დარჩეთ აპრილის თვეში. ეს თვე მოგთხოვთ აუცილებლად იმთან, სხვათა შორის ახლა არის ვერძის ენერგიები და ზუსტად ნახეთ ახალი მთვარე ვერძში ეს არკანი ზუსტად ეს ამოვიდა, ხო? აი ეს ვერძის ენერგიებს იგრძნობთ. აუცილებლად. ვნახოთ სასიყვარულო ორაკულიც რას გვეტყვის. ხო, აი ახეთ, აქაც ქმედება რა, გააქტიურდება ძალიან რაღაც სიტუაციები და თუ მარტო ხართ ახალი სიყვარულით შემოდის, რაღაცეები იცვლება რა, აი დაიძრობა რაღაც სიტუაციები, აი თუ რაღაცა გაჭედილი თემა გქონდა და არც იქეთ იყო, არც აქეთ იყო და აი რაღაცა ძალიან გაიწელა რაღაც პროცესი, უცებად იცვლება ეს. კარგით, მოდით აბა გადავიდეთ უკვე მეორე ვარიანტზე. ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, თქვენ შემთხვევაში ვნახოთ რა გელოდებათ. ვინც გვიან შემოხვედით, ვიდეო დარჩება და მე შეგიძლიათ ნახოთ და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. ჩემო კარგებო. გადავედით უკვე მეორე ვარიანტზე. ნუ რაღაც მესიჯი გელოდებათ თქვენ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩიეთ. ინფორმაციები შემოდის, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აპრილის თვეში თქვენთვის. ინფორმაციული ნაკადი შემოდის ძალიან ძლიერი. აბა რასთან არის დაკავშირებული, ნახოთ, რას გვაქვს ორაკული, რა ინფორმაციები უნდა მიიღოთ თქვენ. აჰა. რაღაცა რაღაც ახალი შანსი ესე მგონია. შეიძლება იყოს სხვათა შორის შემოთავაზება, ინიციატივა, აი ვიღაცამ შემოგთავაზოთ, რომ აი მოდი მაგალითად რაღაცა კარგი საქმე არის, ან რაღაც კარგი წინადადებით შემოვიდეს ვიღაცა თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა ახალი სამსახურიც დაიწყოთ ზოგიერთებმა, რაღაცა თანხა შემოვიდეს თქვენთან, რაღაც ახალი შანსი, იდეა. როდესაც მონეტების ტუზია მოდის, ეს ხშირად არის ხოლმე უფრო მატერიალური თემა, რაღაცა უფრო მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული. რასაც შეიძლება კიდეც ელოდებით რა, არ გამორიცხავ, რომ რაღაც მოლოდინი გააქვთ ამ ყველაფრის სხვათა შორის. ვნახოთ კიდევ რა სახება. აქაც ხლების დედოფალი ამოგვივიდა რა. ნუ ძალიან ენერგიებში ხართ გოგოებო. კარგია, ხლების დედოფლის პოზიცია ზოგადად საღიაზრია და აი ნახეთ კიდევ ახალი ენერგიის და აი სიახლის არკანი, ხო, მზის არკანი, ეს არის ძალიან ისეთი. მართლა სიახლეები, ძალიან ბევრი სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში. დასტისათავში ყავს იმპერატორი და რავი, შეიძლება ზოგიერთმა ვიღაცა ესეთი პიროვნებაც გაიცნოთ, ესეც იყოს თქვენთვის სიახლე. და ერთ მომენტს გეტყვით, ან ცოტა ჩაკეტილი შეიძლება იყოთ რა ენერგეტიკულად და არ გინდათ ეს ჩაკეტება, გაიხსენით. ამ შემთხვევაში ხა წინა ვარიანტშიც ამოვიდა ხმლების დედოფალი, მაგრამ იქ სულ სხვანაირად იყო და აქ ახლა უფრო იმას აჩვენებს, რომ ძალიან რაციონალურად და ძალიან რაღაცა იქ საჭირო იყო რაციონალურობა პირველი ვარიანტი ვინც აირჩია და აქ უკვე შეიძლება გადამეტებული არის და თქვენ შემთხვევაში უკვე საჭირო არის, რომ რაღაცას ცოტა სხვანაირად მიუდგეთ და უფრო რბილად და უფრო ბავშვურად და აი რაღაცა ინფანტილიზმითაც თუნდაც ზომიერად რა თქმა უნდა ხა იმას არ ვამბობ, რომ რაღაცა სისულელები აკეთოთ, მაგრამ აი რაღაც პატარა გარისკვა მაგალითად რაღაც ისე გააკეთო, რომ აი სიხარულით რაღაც ბავშვურად და აი ყველაფერზე დაძაბული არ იყო, რომ აი მე ხა მე ამას რო გავაკეთებ, რაღაცა ძალიან დიდი შეცდომა არ დაუშვა ამით და ნუ საერთოდ არ გავაკეთო ჯობს, ხო და ამ დროს შანსაც კარგავ რაღაც სიახლის. ამიტომ აქ ცოტა რაღაც ეს ბავშვობა და თუნდაც რაღაც თამამი ნაბიჯები კარგი იქნება თქვენი მხრიდან, არ ჩაკეტოთ საკუთარი თავი. მოდით ვნახოთ, ყველაზე მეტად რა გაგახარებთ აპრილის თვეში უკვე ეს ვნახოთ.
ყველაზე დიდი სასიხარულო მოვლენა რა იქნება თქვენთვის აპრილის თვეში? და ყოველთვის ესე მივდექით ხოლმე, იმიტომ რომ თუ კონცენტრირდებით ცუდზე და იმაზე, რომ ვაიმე რა მომივა და ვაიმე ცუდი რა იქნება, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულადაც მე ამას იზიდავ და პირიქით კარგის მოლოდინი უნდა გქონდეს ყოველთვის. ამიტომ ნახოთ აბა ყველაზე მეტად დაგაგახარეთ აპრილის თვეში, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვათა შორის. კი, აქ სხვათა შორის შეიძლება ვიღაცას დაუბრუნდეს თავისი ბიჭი. კი, შერიგება გოგოებო. თუ ნაჩხუბრები ხართ, შერიგდებით. კი. რაღაც ძალიან მარტოსულად შეიძლება გრძნობთ თავს და გულნატკენი და რა მთელი დრამები და ამბები შეიძლება ვიღაცას ჰქონდათ აქ ეს თემები. და თქვენი ეს იმპერატორი მოკლედ ბრუნდება რა დიდი ალბათობით რაღაც თავის კომფორტის ზონაში თუ იყო და ნაბიჯს არ დგავდა აქ ეს თემა არის რომ შერიგება რა უმეტეს შემთხვევაში აქ იქნება შერიგების მომენტი ან რაღაცა ახლის დასაწყისი ეს თემა არის ნახეთ უმეტეს შემთხვევაში აქ იქნება ძველი ადამიანის დაბრუნება და შერიგება და ზოგიერთებისთვის ახლა რა თქმა უნდა საჯარო გაშლა არის და ყველას ერთი სიტუაცია ვერ გექნებათ შეიძლება ის იყოს რომ რაღაც ძალიან რთული ეტაპი გამოიარეთ და აი ეს სიახლეები რომ შემოდის თქვენი ეს გულიც რაღაცნაირად განკურნება ხდება თქვენი აი ემოციურ დონეზე და რაღაც აი ამ თქვენი ნაჭუჭიდან გამოდიხართ ურთიერთობის კუთხით და რაღაც აი ძალიან კარგი ადამიანიც ჩანს თქვენს ცხოვრებაში სტაბილური პიროვნება აბა ნახოთ ორაკული რას გვეტყვის რჩევის სახით რაღაც ერთი ციკლი სრულდება აპრილის თვეში თქვენს ცხოვრებაში ერთი ეტაპი რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლას აჩვენებს აი ეს არის და სასიყვარულო ორაკულიც რას გვეტყვის აბა ნახოთ პირველ რიგში განთავისუფლეთ თქვენვე თქვენი თავი რაღაცა რთული სიტუაციებისგან. აი რა ვიღაც შეიძლება აქ სხვათა შორის ვიღაცას ხელიც კითხოს ვიღაცამ რა ანუ რაღაც ესეთი მომენტიც შეიძლება გქონდეთ რომ ვიღაცამ ხელიც კითხოთ არ გამორიცხო. უბრალოდ იცით როგორი თემა არის ანუ თქვენვე რაღაც ქვეცნობიერად შინაგანად შეიძლება რაღაც ცოტა შეზღუდვები გაქვთ რა ქვეცნობიერ დონეზე და მოეშვით, მოდუნდით, მიყევით რაღაც სიტუაციას და დადებითად განეწყვეთ, ანუ აქ თქვენ როგორი განწყობითაც იქნებით და თქვენ რა სურვილები და მოლოდინებიც გექნებათ, ისე წავა ყველაფერი. ამიტომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ეცადეთ რომ რაღაც ეს დადებითი მომენტები უფრო მეტად თქვენს თავში დაამანიფესტიროთ, კარგზე იფიქროთ და შანსებიც აქ ძალიან კარგი არის სხვათა შორის. აი სტაბილური. ნახეთ აპრილის თვეში შეიძლება შემოვიდეს ისეთი აი დააკვირდით ნახეთ ვინ შემოვა აპრილის თვეში თქვენს ცხოვრებაში ყოფილი იქნება ახლანდელი აი ვინ გააქტიურდება ძალიან დიდი შანსია რომ ეს ადამიანი თქვენთვის იყოს ის პიროვნება ვისთანაც მე გრძელვადიან პერსპექტივაში იქნებით ხვდებით აი ესეთი ენერგიები მოდის ჩემო ძვირფასებო მოკლედ ეს არის იმედია საინტერესო გაშლა გამოვიდა ვიდეო დარჩება რა თქმა უნდა და ვინც გვიან შემოვიდა მე შეუძლია რომ ნახოს ენერგობალანსისთვის გთხოვთ რომ ვიდეო მოიწონოთ და თუ გადააზიარებთ თლად უკეთესი ძალიან დიდ მადლიერი ვიქნები თქვენი ამით რობით გემშვიდობებით დაიდება ასევე ზოდიაქოს ნიშნებზეც აპრილის პროგნოზი და ამასაც შეგიძლიათ მე გადახედოთ და პირადი კონსულტაციებისთვის გელოდებით პირადში. დროებით წარმატებები ყველას და მშვიდობიანი ღამე.